გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ წილობრივი დიაგრამის ერთ-ერთ ტიპზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს დიაგრამაზე ისეთი ელემენტებიც კი, რომელთა წილი ძალიან მცირე და უმნიშვნელოა, გამოვაჩინოთ კარგად აღსაქმელად. მაგალითისთვის, ამ ცხრილზე მე შემიძლია ჩავსვა ჩვეულებრივი წილობრივი დიაგრამა. Insert menu-ში ავირჩევ წილობრივ დიაგრამას. მაგრამ ნათელია, რომ ასეთი დიაგრამა არც თუ ისე მოსახერხებელია, რადგან 5 ელემენტის წილი არის ძალიან მცირე და ვიზუალურად ძნელად აღიქმება, ასევე თუ გსურს მათი მნიშვნელობებიც დავიტანოთ და მივაწეროთ, ან ელემენტების დასახელება, ეს ძალიან მოუხერხებელი ხდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობს წილობრივი დიაგრამის სხვა სახეობა, რომელსაც ეწოდება bar of pi ტიპის დიაგრამა. წავშალოთ ეს ძველი დიაგრამა, გადავიდეთ insert menu-ში, ჩამოვშალოთ წილობრივი დიაგრამის ფანჯარა და ავირჩიოთ ეს bar of pi ტიპის დიაგრამა. შემდეგ დავდგეთ დიაგრამაზე, ავირჩიოთ format data series და split series by vel-ში უნდა ავირჩიოთ percentage value. Percentage value ნიშნავს, რომ ის ელემენტები, რომელთა პროცენტული წილი ჩამოუვარდება გარკვეულ ზღვარს, ჩვენ გამოვიტანოთ დიაგრამიდან გარეთ და ვაჩვენოთ ცალკე. დავხუროთ ახლა ეს ფანჯარა, გავადიდოთ დიაგრამა და შევხედოთ შედეგებს. ვხედავთ, რომ დიდი წილის მქონე ყველა ელემენტი დატანილია 4-ვე შესაბამის ფერებად. ასევე არსებობს ცალკე იასამნისფერი ნაჭერი, რომელიც მოიცავს ყველა დანარჩენ ელემენტს. აქ შედის ზუსტად ის დანარჩენი ელემენტები, რომელთა პროცენტული წილი არის პატარა. პირველიდან 5-მდე შევხედოთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ელემენტები, ისინი განლაგებულია ამ მარჯვენა ნაწილში და უფრო კარგად ჩანს მათი ფერები, ასევე შეგვიძლია მივაწეროთ კატეგორიების დასახელება და ასე შემდეგ. ასე სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ bar of pi ტიპის დიაგრამა წილობრივი ინფორმაციის გამოსახვის დროს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, წარმატებებს გისურვებთ.